ამიგოძე წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი ლაგოდეხიდან ნიკა კუბლაშვილი, რომელიც დღეს პირველადაა სტუმრად ჩვენ შოუში. კარგად გესწრაფეთ, მოგზაურობთ. ნიკა მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის და მიხარია რომ მაქვს საშუალება გიმასპინძლო ახალგაზრდა ნიჭიერ კაცს, შენ არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდი სოციალურ ქსელებში და მაშინვე აიტაცა შენი ნამღერი მაყურებელმა. ძალიან პოპულარული ხარ TikTok-ზე და რაც მე ორმაგად მახარებს ქართული სიმღერით გახდი პოპულარული და ხალხური სიმღერა ამ შემთხვევაში უპირატესია და მინდა გითხრა რა საკიდან მღერი და როგორ დაიწყო შენი პირველი შეხება სიმღერასთან? მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გაიხარე. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ. ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო 6 წლიდან, თუმცა 4 წლიდან მღერი. 6 წლის რომ ვიყავი შევედი საკრავზე, ფანდურზე შევედი. საკრავი მასწავლა ქალბატონამ აიამ, რომელიც არის ახლა საზღვარგარეთ. მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარული. მოვიკითხავთ ჩვენ დიდი სიტყვოთი. დიახ. შემდეგ მომიწია სხვა ჯგუფში გადასვლა, იქაც ნაწილობრივ შევისწავლე ფანდური კარგად. შემდეგ ისე მოხდა რომ მეტი განვითარება ვეღარ მიეცა ჩემს ნიჭს და მომიწია რომ ჩემით მეცა და ეს რაღაცა. ანუ სიმღერა ფაქტიურად შენ თვითონ ისწავლე, თვითნასწავლე. დიახ, მომღერალი ხარ. კი. შემდეგ მშობლებმა მომასმენინეს ვისთვის უნდა მიგებაძა ასე მიმებაძა, დიახ, მიმებაძა, მომასმენინეს ბატონ ჰამლეტ გონაშვილს, რა თქმა უნდა, ფოლკლორის ხრივ და ძალიან შემიყვარდა ეს საქმე და დღემდე რა თქმა უნდა მივდე ვაპირებ გავყვე აუცილებლად მომავალში. ღერი ესტრადას როგორც ფოლკლორს ორივე ძალიან მიყვარს და ახლა დღეს რა სიმღერით წარდგები ჩვენი შოუს მაყურებლის წინაშე? დღეს წარდგები ერთ-ერთი ხალხური სიმღერით თავსრად მარიდებ ქალაო. ხო. თავსრად მარიდებ ქალაო რადარა მაიხდენ ღვინოსა ამას ვინატრებ ლამასო შენს კერძედ დამათინოსა ამას ვინატრებ ლამასო შენს კერძედ დამათინოსა ამაღამ შენთან მამყოფა რომ გულმა მაილხინოსა ისეთ სიმღერას გიმღერებ თვალსრემლი დაედინოსა ისეთ სიმღერას გიმღერებ თვალსრემლი დამედინოსა თავსრად მაიკლავ ქალაო თვალს შავი ცრემლი რად მოგდის შენგან მოკლულ სავაშკაცა გულს სიყვარული შენგან მოკლულ სავაშკაცა გულს სიყვარული გადმოსდის თავსრად მარიდებ ქალაო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვოთ ნიკა კუბლაშვილს.